სალამით, გამარჯობათ, როგორ ხართ? ამ სიცხეს როგორ მკლავდებით და ასე შემდეგ უცბად ჩამოვაყალიბე რენტურებ ცხელა. როგორ ხართ? გამარჯობათ, ამდენი ხანი ამ ფონზე ვიდეოა ჩამწერია, თუმცა დილას კი არა და სადღაც შუა დღისთვის TikTok live მქონდა აქედან, აი ამას ვაკეთებდი და წყალი მოვიდა, ხახ რომ მომილოცეთ, სარეცხის და რიცხვა დავიწყეთ, თორე უკვე ცოტა ხანში ტანსაცმელს ამოვაბრუნებდით და ისე ჩავიცხოვდით, იმიტომ რომ ფაქტურად სხვა გზა არ იყო. ივანეს რაღაცები მაქვს დასარეცხი, რომლებიც აუცილებლად უნდა დავრეცხო, იმიტომ რომ ხვალღა და ზეგ გამთენისას უნდა გაფრინდეს. ხამაკი ჩამოვკიდე და ცოტა ხანი ვიჯექი იქ ეხლა. ხო და ეხლა სანამ ვიდეოს ჩავწერ, ცოტა რაღაცებიც დავამატოთ ჩვენ სახლს. ეს ყველაფერი ლაივში გავაკეთებ. ვინც იყავით ჩემთან ლაივში, გეცოდიერებათ და გებახსოვრებათ. ხო და ეხლა დანარჩენი უნდა გავაკეთოთ. მე ვფიქრობ, რომ აი ესენი შევღებო წითლად, არ ვიცი საიდან მომიარა ეგ აზრი. მაგ აზრმა თუ რაცა ქვია, მაქვს სამნაირი წითელი. ვფიქრობ ამას. ესეც არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობ. თავარი ვფიქრობ. ეს რა ვიცი, ესე ვიზავრო, რეკლამათი არ ჩავითვალო სიბად, რა ვიცი, რას გავუგებთ იმას, მაგრამ წყალი მჭირდება. ძალიან ცხელა. უძულური ვარ ფაქტიურად, ანუ საჭმლის გარდა არაფერი არ გამიკეთე, არა, როგორ გამიკეთებია, მაგრამ ანუ აი ესე ოთახის დაცლაზე ვამბობ რა. არ გამიკეთებია არაფერი საერთოდ და ეხლა ცოტა აგრილდება და უკვე ცოტა რაღაცებს კიდე დავცლი. ანუ ისეთ რაღაცებს ვიღებ, ვცლი უბრალოდ რაც ვიცი, რომ ანუ ისედაც მინდაგია და არ დამჭირდება რა. აი უკვე მასშტაბურ დაცლაზე გადავალ აი რო იტყვის ლაშა, всё, საღამოს ვიწყებ და რაღაცა ეგეთი, რომ ყველაფერი გამოვიტანო. მაგრამ ეხა ერთ სირთულეს შევხვდით. ეს სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ შაშან ეს გიფსოკარტონების რაღაცების აწევა ავწიეთ მე ლაშამ და ივანე, იმიტომ რომ ბიჭები ვინც გვეხმარებიან, ხოლმე ლაშას მეგობრები და ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ეს სიტყვა ლაშას მეგობრები, არა. ლაშას მეგობრები ჩემი მეგობრები არიან. ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან. ხო და ის ბიჭებს არც არცალიათ როგორ ზოგი არა ეს ახში ზოგი მუშაობს და მოკლედ რა. ხო და ნახოთ რას ვიზავთ. ან ვის მივიხმართ, რომ აი ეს გიფსოკარტონები უბრალოდ ჭეში, ანუ ძიმედაც არის, მაგას ფიზიკურად ვერ აუწევ, იმიტომ რომ შაშან ამ ოთახისთვის ავწიეთ მე და ივანემ და სანამ ლაშამ დაამაგარა შუპავოით ესენი ერთი კვირა აი ამ სახსარში ხელი მტკიოდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდხანს მეჭირა მძიმე. და მე აღარ გავაკეთეთ რა. ანუ ბიჭები მიიხმარა მე. ვანიჩკა მიგვიხმარა ძირთადად ვინც არის ხოლმე ჩვენთან. წითელი მოუხდება. ეხა იცი რა არის, ეს ცოტა ისეთი ის არის, მე შავი კონტურებს რო გავუკეთებ, დაჯდება ფერები, ანუ ვიღაცას თუ ეგონება რომ ძალიან ჭყეტელა გამოდის, არ არის იმასი. ძალიან მქონდა TikTok live. ხა შეიძლება თქვათ რა შეჭამა გულიო, მაგრამ თემა რა თემაზეც მინდა ეხა ვისაუბრო. TikTok live-ზე წამოჭრა ერთმა ადამიანმა. ეს თემა არის, რომელიც ანუ ყოველ ანუ დროს უძლებს თუ რა, ანუ უცვეთი თემაა რა. ყოველთვის რო პრობლემაა. ეს არის დედამთილი. ჩემი დედამთილი თუ ამას უყურებს, თხოვ რომ გათიშოს. და ხან უყურებ რა. და ხო შეიძლება რომ გათიშოს, სხვა რა ვიგააკეთო. არა, ჩემ დედამთილ ვინც ახლა ჩამოჯექით, რომ ჩემ დედამთილზე ვილაპარაკებ, ადექით ისე. მაგას არ ვაპირებ. ანუ თემა არის ესეთი რა, რომ ბიჭმა მოიყვანა ცოლი, დედამთილი შევიდა საძინებელში დაიძინა, ხოლო თავის შვილსა და რძალს შესასვლელში ზალაში, აი
ეხლა რომ ივანე დავნიშნო და მე შევიდე დავიძინო შიგნით საძირებაში და აქ რო ყავდნენ ეს ანუ სიძე პატარძალი რა სადაც ყველა მოძრაობს ანუ ჩვეულებრივი კალიდორი ანუ ეგ მომენტი იყო და ეხლა მაგაზე კი არ ვილაპარაკებ მაგრამ რა ხდება ეხლა იმის ოჯახს კი არ განვიხილა უბრალოდ აი ეს მომენტი რა ფენომენია ეს აი ესე რო იციან რაღაცა დაკნინება ახალგაზრდა გოგოსი ზოგმა არა ყველა ერთ ქვაფში არ იხაშება იმიტომ რომ ეგ ძალიან სისულელე იქნება ვიღაცას ეხლა რა არ ეგონოს რომ საერთოდ დედამთილების თემას განვიხილავ იმიტომ რომ ყველა დედამთილი არანაირი მე ვიქნები იდეალური დედამთილი იმედი არ მისმენს ვინ იქნება იდეალური შიგადაში შეიძლება არ ვიტყვი ხამაკებს მერე დაფთხება წამოვიდიდე მაგრამ მოვიყვანე და აქ დავაწვინე ან შიგადაში გვცე თან ისეთ ადგილებში რომ მე დალურჯებები არ დაეტყოს რა ხო და მოკლედ ადრეს მქონდა ეგ თემა რა დედამთილთან ისა მე ისე გამოდის რომ ანუ მარტო დედამთილებს განვიხილავთ არა ზოგადად ძალ დედამთილებს რატო აქვთ ხოლმე ეს ქიშპობა რატო აქვთ ეს მტრობა ეგ ზოგადად ცოტა ძველი თემაა ანუ რო იტყვენ აი ძველი გადმონაშთი რა რაღაცა მაგრამ ეხლა ხო ბევრი ვიცი ხაც ანუ მარტო იმ ძველი თაობის პრობლემა არ იყო ეგ ეხაც არის ეგ ოღონდ რაღაც მომენტში ისიც ტყვის ისიც ხო რაღაც მომენტში ერთია მტარვალი რაღაც მომენტში მეორე და ერთმანეთის ენერგიის გამოხატვით რო ცხოვრობენ რა ვიცი იმედია ვინც ახლა სიტყვაზე ჩამოჯდა და გონია რომ ან დედამთილებს განვიხილავ ან პირიქით ჩამოჯდა და ძლებს განვიხილავ არ არის ეგრე ანუ არ განვიხილავ ერთი მხარის დანაშაულს ან გაუგებრობას უბრალოდ მინახია რა რომ რატომღაც დედამთილებს აქვთ ხოლმე ეგ მომენტი რა და სხვა შორის ბევრჯერ მიფიქრია რომ აი აქედანვე ვარ მიჩვეული დაიბადა შენი შვილი დაიბადება შენი ბიჭი იმ წუთიდან უნდა იფიქრო იმაზე რომ ანუ ის კი შენია მაგრამ ანუ მთელი ცხოვრება კალთაზე ვერ გეყოლება გამოკიდებული უნდა აი იმ წუთიდან შენ თავზე იმუშაო რომ ამას იმიტომ არ ზრდი რომ შენ გეკუთვნოდეს ამას იმიტომ ზრდი რომ თავისი ოჯახის შექმნას შეუყვარდეს სხვა ქალი და არა მარტო შენ როგორც დედა ძალიან ბევრს ეგეჭვიანობის მომენტი აქვს აი ვიცი ზუსტად ვიცი და ძალიან ბევრი ვიცი აი ეხლანდელი დედამთილები და ძალიან ბევრი ვიცი ადრინდელი დედამთილები რომლისთვის ეგ მიუღებელი იყო და ოღონდ შვილი ყოფილიყო ბედნიერი ყველაფერზე იყო წამსვლელი და ანუ რასამ შვილივით იღებდნენ ძალიან ბევრი ვიცი შვილივით თან იმ პერიოდში ხო ეს იყო ხოლმე ანუ ნაადრევად რო თხოვდებოდნენ და მართლა შვილივით უვლიდნენ ხოლმე ანუ ჩვეულებრივ რამდენი ადამიანიც არის მაგდენი სტილის დედამთილ რძლობა შეიძლება რომ იყოს ყველა ინდივიდუალური, ყველას თავისი პრობლემა აქვს, მაგრამ მაინც ვერ ხვდები რომ რატო აქვს ხოლმე ეს დამოკიდებულება რა. აი მე კიდე მგონია ერთი რაღაც, რომ აი მაგალითად ეჭვიანობა იქით იყოს კიდე რომ ანუ გონია რომ მაინდა მაინც მარტო დედა უნდა უყვარდეს შვილს და რაღაცა ეგ მომენტია. და მეორე კიდე ის რომ ანუ გონია რომ რადგან მის ოჯახში შემოდის სხვა ქალი, ჩვეულებრივი სრულუფლებიანი წევრი, გონია რომ ინაცვლებს რაღაცა მეორე ადგილზე, გონია რომ ქვეითდება, მისი ადგილი სხვამ დაიკავა, რაღაცა ცხოვრებაში როლი ჩამოერთო და რაღაცა გაუფასურდა ცოტათი. ანუ იმიტომ რომ მის ოჯახში, მის სამფლობელოში, ეგ ეშვებიან ხოლმე რომ აუ ეხლა რა აი გაიხედ გამოიხედეთ და აი ჩვენივე თანატოლებს ჩვენთან ბევრჯერ ვიტყვით მაგალითად რომ აი მე მერძარს ვერავიდან სახში ანუ თვითონ ხო ძალია და თვითონ ამბობს ამას ეგეთებიც ბევრნი არიან აი უკვე რო დედამთილობენ მაგრამ ჯერ რო ბავშვები 3-4 წლისები ყავთ
წარმოიდგინე ეგენი რას იწავენ მე. და აი იმიტომ არის რომ თაობები იცვლება, მაგრამ პრობლემა ერთ და იგივე რჩება. ну ინდივიდუალური ყველას. ხო და ეგ მაინტერესებს რა, ნუ ეხლა ხო ზრდი აი გოგოც ყავს ბიჭიც ხო და ანუ განვიხილავ მიფიქრია სიდედრის სიტუაციაში თავი, დედამთილის სიტუაციაში თავი. ანუ წარმოიდგინეთ, მე შემოვიყვანო რძალი სახში, ვიეჭვიანო, თავი ვიგრძნო დამცირებულად, ან მეორე ხარისხოვნად და შეტევა გავაკეთო ამ გოგოზე, რომელიც უცხოთ არის შემოსული, ფაქტიურად რამხელა რაღაცას აკეთებენ ქალები, რომ ანუ საცხოვრებლად გადადიან სადღაცას, ხო? ანუ ამას კაცი ვერ ეგუება. თუ ნუ იმას არ ჩავთვლით, რომ ცალკე რო გადადიან საცხოვრებლად, მაგაზე სხვა რაღაცა მინდა მაგაზე ვთქვა. ხო და ანუ წარმოიდგინე, მოვიდეს, შემოვიდეს, ვექიშპო. რა ხო? უცნაური ხმები ისმის. ანუ რაღაცა გაუმწარო ის პერიოდი, რა პერიოდშიც უნდა იხაროს, ხო, რაღაც ახალი პატარძლობა და რაღაცა ეგ თემა. რა ხდება ხალხი შვიდობა? ხო და წარმოიდგინეთ, მე ამას გავუკეთებ ჩემს რძალს, მაგრამ ჩემი შვილი რომ სადმე წავა, ანუ რო წავა რძლად და რო წარმოიდგენ, რომ შენ შვილს ანუ იგივე სიტუაციაში ჩავარდება, რაში შენ აგდებ შენ რძალს. ანუ აი მანდ რა ხდება? მომეწონება? აი მაგ კუთხით უნდა შევხედოთ ჩემი აზრით, რამდენად იგივე გავუკეთონ, რასაც მე გავუკეთებ ჩემ რძალს. რა თქმა უნდა არ მოგვეწონება, ხო? რა თქმა უნდა არ მოგვეწონება. მაგიტო ვამბობ. როდესაც ბიჭს ნიშნავ, აი როდესაც ბიჭი გეყოლება, იწამიდან და დაიწყო. იმაზე რომ ზრუნვა, იმის გათავისება, რომ ეს შენი არ არის, შენი საკუთრება არა, შენ არ გეკუთვნის და ოდესმე ეს ადამიანი შექმნის თავის ოჯახს და გაგეცლება. მაგაზე უნდა იფიქრო. წვანე. ფიქრობ გამოვიყენებია მწვანე და შემდეგ დავამატო მუქი მწვანე. იმიტომ რომ გუაშის დროს, როდესაც მუქს ხმარობ, იმაზე ღიას დატანება ცოტა ძნელია, ამიტომ ღიათი დავიწყოთ. ხო და რა ვიცი. ძალიან კარგია, რომ იმის საშუალება ჰქონდეს ყველას, რომ ზოგი ისთვის ეგეც მიუღებელია, რომ ანუ ბიჭი რო დანიშნო, თუ გაქვს საშუალება, რომ უყიდო ცალკე სახლი და გაუშვა, იმიტომ აი ერთი შვილიც რო გყავდეს, მაგრამ ეხლა ერთი შვილი, ერთი ბიჭი, იმ ხრივ ვამბობ, რომ ანუ ბიჭი უნდა მოიყვანო, ზეცეთ ხوار მოიყვანო, ანუ ეგ არ მიყვარს. ზეცეთ ეხლა წარმოიდგინე, ამას ცოლს მოიყვანს ორი სიძე კიდე საჭიბზე, შენ წიმი, ათმე გათხოვდნენ ერთი რა. ხო, დაიც გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბიჭი მყავს და თუ მექნება იმის საშუალება, აი TikTok ლაივები თუ სახლი ვიყიდო. თუ მექნება იმის საშუალება, აუცილებლად გავუშვებ ცალკე. ოღონდ იმიტომ კი არ გავუშვებ ცალკე, რომ ან ვერავით, ან რაღაცა ესე ვიგრძნობ თავს. ნუ ერთი ის, რომ არ ვიცით არავინ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულად აი იმ მომენტში რას გავაკეთებთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აი ენაზე ვიკმენ, ზუსტად ვიცი, რომ აი ნაბიჯს არ გადავდგავ, ისეც რამაც შეიძლება, რომ ჩემი შვილის რჩეული, რა ვიცი, ვატკინო, ვაწყენინო, რაღაც აი როგორ უნდა გავაკეთო ეგ. ამით ხო ჩემ შვილს ვტკენ. მიუხედავად მაგისა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავუშვა ცალკე. ჯერ კიდე დრო არ იქამდე ნახოთ. მაგრამ იმიტომ კი არ უნდა გავუშვა, რომ ხელს გიშლიან. არა, ახალგაზრდა ოჯახი თუ არის იმის საშუალება,
ახალი ოჯახი უნდა დაიწყოს ესე ახლებულად უნდა დაიბადოს. თავ პრობლემა ექნება თუ რა ექნება გვერდში უნდა დაუდგე. უბრალოდ უნდა დააცადო, რომ თვითონ გადაწყვიტონ თუნდაც პრობლემები, თუნდაც გაიჭედნენ პრობლემებში, თუნდაც გთხოვონ დახმარება და ეგულებოდე ეგულებოდე, ეიმედებოდე, რომ ანუ რაღაც მომენტში ყველაღარიანში გაჩნდები. რაც უფრო შორს გაუშვებ, ანუ რაც უფრო შორს ეხლა, რაც უფრო ძალიან შორს გაუშვებ მაგაზე არა. ანუ შორს და კარგად რო იტყვიან ხოლმე, ხო იცი? აი ეგ მომენტია. შორს და კარგად უფრო პატივისცემა ერთმანეთს. იმიტომ რომ ელემენტარული შეიძლება აი ძალიან ელემენტარულ რაღაცაზე ეხლა დედაშვილის შორისაც ხდება რაღაცა წენა, ხო? მაგრამ რატომღაც დედაშვილია და რაღაცა გაატარებენ ხოლმე და რაღაცა. ძალიან დედამთილები სამტროდ გადაეკიდებიან ხოლმე ერთმანეთს და საერთოდ არ ითვალისწინებენ, რომ შუაში იჭედება ის უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილი ბიჭი. რა გინდა? ზოგი იმის იმაზეც აყენებს, რომ ან მე ან ის, რომ ან დედამთილი აყენებს, ან მე ან შენი ცოლი, ან პირიქით რძალი ცოლი, ან მე ან დედა შენი. ხო სისულელი. აი დედა გიყვარს თუ მამაო, ეგეთი მომენტია. ჩემ რძალს წინასწარ ვაფრთხილებ. სარძლოს. თუ ამ ვიდეოს უყურებ. აი არ ვიცი რა, ხელის გულზე გატარებ. გაგიფრთხილდები. ნეტანც არ მინდა გამაბრაზო იგივე მუხლზე გადაგიმტვრევ. ეს ხმა მეთქვა. ამას ამოუჭრი. არა, ამას არ გაუშვი. რა ვიცი. ჯერ არ ვარ მე მაგ მომენტისკენ. მაგრამ რავი, როგორც მალე რო იტყვენ ხოლმე ვაიმე რა მალე დაიზარდნენო, ალბათ მალეც აღმოჩნდები მაგის წინაშე. ღმერთს რაც უნდა ის მაინც მოხდება დღეს ხვალზე გამნიშნულობა აქვს. უბრალოდ თავარია რომ აი იმას რასაც ვფიქრობ, სულ იმას ვამბობ, აი ამაზე თუ ვარ ეხლა, აი მე ღმერთო ოღონდ აი რა ვიცი. უწინ დღე გამიქრეს რო იტყვიან, აი არ გადამიტრიალდეს ჭკვა და მოვა თუ არა, რავი, არ გავჩოტყო. ძალიან. კუნძებს რო აჭრევინებენ ხოლმე სიძეს, ხო იცი, მოვა თუ არა, რაღაცა დავახვედრო, ქათამი უნდა დავახვედრო, გადასაკლავად, ანუ დაკლავს, ესე კაია, всё, ჩააბარა გამოც. ეხლა თუ ვინმეს გაუჩნდა კითხვა, შენ კლავდი ქათამს? არა, მე დავიწყე. მე გავხდი დაუნდობელი. აი, მე მომოელი მე მივეცი ნანის ქათამი დაკალი აბა მეთქი. აბა დაკალი მეთქი როგორია? აი ნახე როგორ შეთანხმებულად მუშაობენ TikTok-ი და YouTube-ი ერთმანეთში ჩემთვის. თემა წამოვიღე იქედან. და ეს ადრეც მქონდა ეს თემა. მაგრამ როგორც ბევრი ესა დედამთილი აშავებს რძალთან მიმართებაში, თლათ ეგეთი მიამიტებიც ნუ ვართ რძლები, იმიტომ ჯერ დედამთილი არ ვარო და მაგიტომ. იმიტომ რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში რძლებიც ვაშავებთ ხოლმე. ანუ 50-50, ფრეა რა. დაგვარტყავთ და გარტყავთ. დაგაგდებთ. ჯერჯერობით რძლის მხრიდან ვლაპარაკობ. და აი ვერ ვიტან ერთ რაღაცას. იმიტომ რომ ჩემთან მიმართებაში რა ჩემთანაც უჭორავიათ ეგეთ რაღაცაზე რა. აი ხა რომ ელემენტარული ისევ ჩემ თავზე წარმოვიდგენ მაგალითს ნახე. იქ რა ზოყალია. ამას ახლა გავუკეთებ მუქფონს. აი ვიცი რა სიტუაციას ვამბობ.
აი ხა რომ მყავდეს რძალი, მოვიყვან და რაღაცა თვალს მიეფარება თუ არა, ანუ სადმე რო წავა და მე მომივა სტუმარი, ან რა ვიცი, გავალ სადმე რაღაცა და დავდგები და დავწყ. აი ჩემი რძალი იცი რომ აი ის და ამას არ აკეთებს იმას. აი მაგ დროს მინდა რომ ენა მოძირკო ხოლმე ვინც მაგაზე ჭორაობს. ამოდგლირზო. იმის მაგივრად რომ რაღაცა და აბა სხვანაირად მიუდექი. შეიძლება ხა ვიღაცამ თქვას რომ კაი ხო ეგეც უცადე რაღაცა, მაგრამ ჩემი აზრით ისიც აი როგორც ჩემი შვილზე არ მესიამონება ვიღაცა მიჭორავს, ისე იქნება ჩემი რძალზე, ხო? იმიტომ რომ ის ხო ჩემი შვილია იგივე. არ არის ხო ჩემი შვილი. როგორც იმას რომ ამბობენ რომ დედამთილს დედა უნდა დაუძახო და რაღაცა, მე არ ვეძახი, ვერ დაუძახე, ეგ არა სახელიც ვერ დაუძახე, არამც თუ დედა. ნანი განაის მითხარ რომ გინდა თუ არ დედა დამიძახო, არა, სახელიც ვერ დაუძახე. ბიძინას დღემდე ბიძინას არ ვეძახი. მე ბავშვები მეყურე პაპა და ბაბას ვეძახდი ხოლმე. იმიტომ კი არა რომ უიმე დედას როგორ დაუძახებდი დედა ჩემთვის ერთი, არა, ვერ გავბედე რომ სახელი დამეძახ. დღემდე ეს. აი დღეს კიდე შემიძლია, აი ესე არ მიმართია ნანი, ანუ არ მიმართია ხალხმა მე თუ რამე 19 წელი აქვს. ეს უპატივცემულობა კი არა რომ სახელი არ დამეძახე. ვერ გავუბედე რომ აი დეიდა სანამ გავთხოვდებოდი მახსოვს რომ ძიათი მიუმართე ბიძინას და დეიდათი თუ დეიდა ალბათ შეიძლება სასაცილოდ მიკაჭდეთ, მაგრამ ეგრე იყო მართლა და ლაშამ დამცინა და იმის მერე ვეღარ გავუბედე რომ რამე მეთქო. თუმცა ხა აი ბიძინას ვეტყვი, მოხვალ რაღაცა ბიძინასთან სულ სხვა დამოკიდებულება მაქვს, კიდე იდეალური დამოკიდებულება მაქვს ერთთანაც და მეორესთანაც, მაგრამ აი ბიძინეც როგორი ყავასაც დალე ვიჭორავებ კიდეც, იქეიფებ კიდეც, რავი ხუმრებ კიდეც, რაღაცა ხა ნანისთან ვერ დალევ. ნანი არ სვავს. ხო და ანუ რა ვიცი, ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს დედამთილ, მამამთილი, იქნება მეზობელი, იქნება თუ რაღაცა იქნება, რა თქმა უნდა, ყველასთან შეიძლება ადამიანს ჰქონდეს უკმაყოფილება, უბრალოდ არ უნდა გაგრძელდეს, ის რა ქვია, შორს და კარგად. რომ უარესად არ ვატკინოთ გული ერთმანეთს და რა შეურაცხყოფაზე არ გადავიდეთ რა. ეგა მაი ჩემი კომენტარი. კოხურას ავითავთ. წყალი მოდის, ისე მოდის, ყველაფერი აღავსეთ თან ახალგაყვანილ ტერიტორიაზე. ამას სხვაფრად შევღებავ. არ მინდა რომ ჭყეტელაფერი იყოს. იმისთანა წყალი მოდის, რომ რა იყოს, იმისთანა. ეს რა ძალიან შავი მწვანეა. ეს მწვანე ცოტა არ იყოს, არ მიყვარს, იმიტომ რომ ამკვდარებს ტერიტორიას, ამას რაღაც ჭირს ხალხმა. ვერ ვიტან ნინოს არ ყოფნას სახში. არ ყნესის ვიღაც არ დაგდებს და არ დადის და არ შია და დედა. ისიც გაძლებაზია. ამას არ ვუსმევ, ანუ გადაღებას არ ვაკეთებ. აი ესეთ რაღაცას უკეთებ, რომ ფაქტურა მიიღოს რაღაცა სხვადასხვა რაღაცების. ნახეთ. სულ რა უნდა გაგიზიაროთ ახლა და ბევრს აღარ შეგაწყენ. აი დეკორატიულ ხეებს ვაკეთებენ ხო იცი და აი როგორ გითხრათ ფოთლების აი რაღაცა თუ დაგინახიათ რაღაცა მწვანერს რო აყრიან და ესეთ იმიტაცია რო ხე არის ანუ ხის ფოთლებია და რაღაც სულ ფიქრობდი რომ ეს რა მასალა ესე მაგრად რო იმაშვება და ამას წინათ TikTok-ზე აი TikTok-ი კაია გააჩნია ისთვის გამოიყენებ TikTok-ზე ვნახე ესეთი რაღაცა ჩვეულებრივი ბუკაი ლეიბებსაც რო უდევდა რაღაცა ლეიბებია თუ ხო იცით რა აი ჩვეულებრივი ტახტებზე და რაღაცებს უცვლიან ხოლმე და რაღაცა დათვის თავი რითიც გავაკეთე აი ეგ დაკუწა მაგრად დაკუწა მაკრატლით უყო საღებავი აი იცი როგორ დაკუწა დააკუცმაცა ესე ჯამში ჩაყარა და
აი ესე მაკრატელი ეჭირა და რასაც ხვდებოდა ის იჭრებოდა და ბოლოს დაგუცმაც და შეიძლება ადვილი არის ხა ჩემთვის ეხლა რომ შევხედე ძნელი მეგონა რა იქ ჩემთვის რომ ეხლა როგორ უნდა დადგე და აკუცმაცო ეს მაგრამ პრაქტიკაში შეიძლება ძალიან ადვილი ეს დააგუცმცა აი ესე შეღება საღებავით აი ესე აურია მე აი მაგალითად ეს იყოს ტოტი ამას წაუსვა პევია და იმაში ჩაყო ბუბკა ეკრო და გამოვიდა იმიტაცია ხის ტოტების ფოთლების ძალიან მაგარი ანუ ეხლა აღარ მაქვს ის მომენტი რომ ნეტა როგორ აკეთებ თუ დამჭირდა ესე იგი მაგას გავაკეთებ ბევრიც არ დამჭირდება და ვფიქრობ რომ უფრო ადვილი დასაკუწი იქნება ხო და ხათო წეღა რომ მითხარი რომ ლაივი გათიშე და ეს ქენიო რა ქვია შემოდიო იმაზე YouTube-ზე აჰა შემოვედი შენ გონია TikTok-ი შემიცვლის YouTube-ს არა სხვათაშორის იქაური მაყურებელი ძალიან ბევრი ახალი დაინტერესდა აი ამით და ძალიან ყურადღებით და სხვადასხვა კითხვებით მომმართავდნენ ვინც იყავით ჩემთან ლაივში თუ გეცოდინებათ რაც როგორ ვაკეთებდი და რა თქმა უნდა თუ რამე ვიცი და რაღაცა არ დავიზარებ გაგცემთ პასუხს და ვისაც სურვილი გაქვთ გააკეთეთ ძალიან მარტივია ნახეთ სხვადასხვა ის არის ეხლა შეგვიძლია ოდნავ სხვაც გაურიოთ ეხლა ეს არის სველი ეს რო გაშვება გაღიავდება მაგრამ რა წამსაც ეხლა ესეც მშრალია უკვე და იმიტომ ღია ფერი რა წამსაც ამას ლაკიწა ესმევა მიიღებს სველ ეფექტს და იქნება იდეალურად ჭყვრიალა თემუზე იცი რა გამოვიწერეთ ეხლა აი პირველად გამოვიწერე ისეთი რაღაცა რაც აი საამისოდ გამომადგება და აშკარად აი მივხვდი რომ კი ნამდვილად მინდა რომ ესეთი რაღაცები გავაკეთო იმიტომ რომ ეს აი გულში და სულში სიამოვნებს და ვფიქრობ რომ შეკვეთებიც აუცილებლად იქნება ქარის ზარის აქსესუარები გამოვიწერე ატ გავუკეთოთ ანუ ეხლა გავუკეთებ ბალახების იმიტაციას რო ხდებოდნენ რომ ეხლა ნახეთ აი შეხედეთ ყველგან არა ალაგ-ალაგ ოღონდ აუცილებლად ამ ქოხზე დაჯდება შავი კატა ჩემთვის ის არის ეგ ჩვეულებრივ მოვლენა ანუ მინდა რომ ეგ რასწორ ნიშა თუ ნიში კონდეს ჩემს ნაკეთობებს იმიტომ რომ ხო იცით მე კატებზე რაც მჭირს და მით უმეტეს შავი კატა ჩემთვის ძალიან ეს არის სად დავსვა არ ვიცი მაგრამ აი აგურები ახაც უნდა გავუკეთო დამავიწყდა წეღან ლაივში რომ თანავჭორავდი დამავიწყდა სად 8 საკლია 10 წუთი ხარხნა და ისეც ხელა რომ იტყვი რომ რაღაცა რავი რომელი საათი აქ წეღანდელი მაქვს ეს არის თუ ეს აი აქ მაქვს ყავისფერი და აი ამით გავაკეთებ ამის ნახეთ წეღანის გავაკეთე იმაზე და ეხა აქ საყვარლობა არის მაგრამ უბრალოდ მინდა რომ ჯერ რაც ჩაფიქრებული მაქვს იმას გავუკეთებ ამას მაგრამ
ნახე მინდა რომ ხმას გამოსცემდეს გატოკების დროს ან დაბლა რასაც გავუკეთებ ქარის არის და ანუ რაც გამოვიწერე იმეებს დაველოდები რომ ისინიც გავუკეთო იმიტომ რომ ერთმანეთს შეჯახებისას მინდა რომ ხმა გამოსცეს და პირველივე ჩემი ნაკეთობა ამ ქარის ზარს რაც ეხება გამოსცემდეს ხმას, იმიტომ რომ რაც მე ჩანაფიქრი მქონდა, ეგ ხმას არ გამოსცემდა და რადგან შეუკვეთე, იქამდე მივიყვან, დავამთავრებ, დავაბოლოვებ და მარტო იმის აწყობამდე რომ მივიყვან, დაახლოებით ალბათ გაწი-გამოწი 2 კვირაში ეს მექნება დამთავრებული. ოღონდ ეგ მინიმუმს ვამბობ, უბრალოდ თემუ და რუდის ჩამომივა ის აქსესუარი. სხვადასხვათა შორის 100 ლარის შევუკვეთე. პირველად გავაკეთე ეგეთი დიდი შეკვეთა. ოღონდ ზუსტად ვიცი რომ მათმაგდენს ამოიღებს. სახურავის ფერზე ვფიქრობ, ჯერ არ მომიფიქრებია. ეხლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ეს ჩემი პატარა სახლუკები YouTube-ზე არ მინახებია თქვენთვის, ახლებისთვის. აი, ეს არის ქაღალდით გაკეთებული სახლები. ესეთი მქონდა არ მახსოვს 6 ცალი, ან 7 ან 5 არ მახსოვს, იმიტომ რომ ყველა გავაჩუქე. ქვებიც აქვს. ქვები შეიძლება ამასაც გავუკეთო, შეიძლება კი არა გავუკეთო. იცი ისთვის ანუ ნახეთ, სიმძიმე აქ და აქ აქვს, ხო? აქ არა აქვს. ანუ ამით ვანეიტრალებ ამას. ამას ფაქტიურად აქეთ ისეთ სიმძიმე არ აქვს, რომ განეიტრალდეს. ამიტომ რადგან ეს ორი კუთხე დატვირთულია, ამ კუთხეს შეიძლება ორი პატარა ქვა დაადო და გაათანაბროს, რომ ანუ ქარის ზარებს რო დავკიდე, არ იყოს რა ესე ყირა არ ქონდეს გაკეთებული. ასე რომ ესეთი ფერადი ქვები მაქვს და მაგით დავაბალანსებ მაგას და ესეც მეორე. და რო გითხარით ჩავიფისო. აი აქაც კარებზე ზის. ქაღალდია კი. ოღონდ ყო. მომავალ ვიდეომდე. კარგად იყავით, აბა თქვენიცით. ხო, ეგ მოსაზრება ძალდედამთილზე ჩემი მოსაზრებაა და ვფიქრობ მასე რა და ანუ თუ რაღაცა სხვანაირად ვფიქრობთ, იმას არ ნიშნავს, რომ ან მე გაგკიცხოთ, ან თქვენ გამკიცხოთ ამ მოსაზრების გამო, ვცეთ ერთმანეთს პატივი. აი მე ღმერთო ჩემო თავზე დიადემა დამადგა და ფრთები მეფხანება, მე ფრთები კი არ მეფხანება, ქალო ზურგი გეფხანება, რომ ფრთები ამოდის. წავედი. ამას ცოტა ხანით დავაპაუზებ, კიდე სანამ აზრი მომივა და გადმოვდგა ისე. ტერიტორია საღებავიანია და არ ვიმჩნევთ. რა ვქნა, სამუშაო პროცესი. კაბინეტი მიარმა, არა მაგ. ჩარიცხვებს თქვენ არ მიკეთეთ, თქვენ რა შუაში ხართ იმაზე, რა ქვია, TikTok-ზე. ლომს ვითხოვდით პირდაპირ წეღად. აუ, იცი რა იყო სასაცილო ლომი ღირსო ძვირივან, რომ საჩუქრად გამგიგზავნი ლაივში რაღაცა და ზუსტად ვერ დავადგინე ფასი. მაგრამ საკმაოდ დიდი თანხაზია ლაპარაკი და ლაივის ბოლოს ვამბობ რა, რომ აუ მე-6 ლომიც დამირტყით მეთქი, ანუ მე-6 ლომიც გამომიგზავნეთ, ეს 5 ხო გამომიგზავნეთ მეთქი და მე-6-ც გამომიგზავნეთ მეთქი და ზუსტად სანამ გავიფიქრე და ვთქვი, რომ ხა მეთქი ვიღაცას ეგონება, რომ მართლა 5 ლომი გამომიგზავნეს, ანუ წარმოიდგინეთ 5-ჯერ რავი $300. ხო და ისა ერთმა დამიწერა, რომ მართლა 5 დაგირტყესო. ანუ გააზრებულიც არ მქონდა, რომ ხალხს ეგონა, რომ მართლა 5 ლომი გამომიგზავნეს. წავედი ხა, მომავალ ვიდეომდე კარგად.